ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ წარმატებით განახორციელა მასშტაბური შეტევა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც დატყვევებულია და ქვეყნიდან თვითმფრინავით არის გაყვანილი. ეს იყო ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება აღმოსავლეთის დროით დილის 5:21 წუთზე, რომელიც სოფლიოს აცნობდა, რომ პრეზიდენტი მადურო ვენესუელიდან გაიტაცეს. მოგვიანებით Fox News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მადურო და მისი მეუღლე გადაყვანილი იყვნენ ამერიკის ერთ-ერთ სამხედრო ხომალდზე, რომელიც კარიბის ზღვაში პატრულირებდა. ხოლო გენერალური პროკურორის პემ ბონდის განცხადებით, ორივე მათგანი გასამართლდება ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოში. ეს განცხადებები კი გაკეთდა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც კარაკასის ცხოვრებლებმა, მათ შორის CNN-ის რამდენიმე კორესპონდენტმა განაცხადეს აფეთქებების ხმებისა და თავზე გადაფრენილი სამხედრო თვითმფრინავების შესახებ. კორესპონდენტების თქმით, პირველი აფეთქებების ხმა გაიგეს აღმოსავლეთის დროით ღამის 1:50 წუთზე. შესაბამისად, დაახლოებით 3 საათში ამერიკის სპეციალურმა დანიშნულების ძალებმა მოახერხეს და შეიპყრეს ვენესუელის პრეზიდენტი და ის გაიტაცეს ქვეყნიდან. ვიმეორებ, სულ რაღაც 3 საათნახევარი დაახლოებით დასჭირდა ამერიკის შეერთებული შტატების ჯარს ამ ყველაფრის განსახორციელებლად. ვერაფერს იტყვით, ძალიან სერიოზული ოპერაცია იქნა ჩატარებული. ასე რომ 2026 წელმა გადაწყვიტა გიჟურად დაწყებულიყო და საფუძველი ჩაეყარა გლობალური ცვლილებებისთვის. დღევანდელ ვიდეოში უნდა განვიხილოთ, რა არის ცნობილი, რა არ არის ცნობილი, რას მოასწავებს ეს ყველაფერი ამერიკის რეგიონისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის.